ჩვენ ვერ შევეგუებით გაუპატიურებას, ჩვენ ვერ შევეგუებით სიძულვილს, ბოროტებას, ვერ შევეკაციკვლას და რა თქმა უნდა, ჩვენი შვილების ავტორიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი სამართლებრივად დასაბუთებული სისტემური დანაშაულის იმ რამდენიმე ეპიზოდზე, ამ შემთხვევაში ასეა, ეს განებცოლა, რომლებმაც ჩვენი საზოგადოების მოთხოვნის საფუძველზე უნდა პოვოს თავისი გზა, ჩემი ჯონის, თქვენი თითოეული თქვენ ჩემი მერაბის, თქვენი გუნდის წევრი ვარ და წერს, ესე იგი საშობაო ღორებები დაკლეს. მერეო, მიცვალებულები გაძარცვესო. თქვენ იცით რომ დაანონსებულია 21-ში აქცია და ეს აქცია მართლაც იქნება სამარცხვინო, მაგრამ ერთი რაღაცა უნდა თქვათ რომ ნაციონალური მოძრაობა ეს დამნაშავე ორგანიზაცია, რომელიც უთუდა გასამართლეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამო. ისინი ატყვევენ ხალხს, აშინებენ ისევ ხალხს და რასეულდებიან იცით შემოძვრებასებო. არ წამოხვალ აქციაზე. მაშინ გამოაქვეყნებ იმ სურათებს, გაუპატიურების რაღაცებს და ისევ ეშინიან ამ ხალხს. ისევ დადიან შეშინებულები, დაჩიავებულები. ძვირფასო მეგობრებო, ძმებო, ეს იყო საერთო ტრაგედია. ჩვენ ერთად ვიყავით გაუპატიურებულები და დაჩაგრულები ამ წლების განმავლობაში. ნიშნულობა არ აქვს ამ შემთხვევაში სუბიექტური რეაქციას, აქ საუბარია საერთო სახეზე. ერთად გავცეთ პასუხი. ერთად უთხრათ უარი ამ უბედურებას. ეს ფილმი და ეს გამოფენა, ინგლისური ვერსია, ერთი თვის წინ ჩვენ ყავდა წაღებული ევროკავშირში, ევროპარლამენტში, ბრუსელში და იქ როცა მოხდა ამის დემონსტრირება, მე პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ამის კადრები არსებობს. თვითონ პარლამენტარებიც და დიპლომატებიც იყვნენ შოკში. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ თითქოს ყველაფერი იცოდა უცხოეთშიც, საქართველოშიც, თავიდან გააზრება იმისი, თუ რა მოხდა, ეს იყო მართლაც შოკის მომგვრელი. ჩვენ ვეცადეთ მაქსიმალურად, ჩემო ზრდილებო, რომ მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტური მასალა აგვესახა ფილმში და მათივე შეფასებები. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლო აუცილებლად გაასამართლოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. ბუნებრივია დიდია ინტერესი იმისა, რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ წარსულის ის ტრაგიკული ფურცლები, რომელიც ჩვენ ყველა ერთად გავიარეთ. ბატონ დიას და მე გვერგო გარკვეული წლები ერთად გავგეტარებიან, ჩვენ ვართ მეგობრები. ჩვენ ერთად განვიცადეთ ის ტკივილი, ის უბედურება, რაც ბევრმა ჩვენგანმა, ბევრი ჩვენგანის ოჯახებმა გაიარა. მართალია, ყველა ადამიანი შესაძლოა არ მოხვედრა, თუმცა სტატისტიკა არის საშინელი, დაახლოებით 300,000-მდე ადამიანმა ამ წლების განმავლობაში გაიარა ის მძიმე პირობები ციხეებში, რომლებიც რეჟიმის მიერ არსებობდა და მათმა ოჯახებმა, თუმცა ვინც ციხეებში არ მოხვედრილა, ამ წლებში მათ გარეთ განიცადეს, თავისუფლებაზე განიცადეს შეურაცხყოფა, უკანონობა. ხანდახან მე ბატონიკია და ჩვენი მეგობრები და კოლეგების ადამიანები ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ, ერთმანეთს უსვამდით ხოლმე შეკითხვას. ცხადში ვართ თუ სიზმარში ვართ? შეიძლება ესეთი რამე მომხდარიყო საქართველოში 21 საუკუნეში? აქ წარმოდგენილი ფაქტები
2003-2012 წლებში მიხეილ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაულის ის მცირე ნაწილია, რომლის მიმართაც საქართველოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოებმა განაჩენი უკვე გამოიტანეს. მათ შორის რაკეტებით ეს კოშკები განადგურდა და მათ შორის ბანდიტების განადგურდა და ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. ქართველმა უნდა გამოხატოს პროტესტი ამ უზრუნველობისა და ძალადობის წინააღმდეგ. თქვენ რატომ მოხვედით აქ? აპროტესტეთ ნაციონალური მოძრაობის ქმედებებს საქართველოში. ის სისხლიანი ხელისუფლება, რომელიც ებრძოდა თავის ამომრჩევლს, თავის თანაქალაქეებს და თავის მთლიანად ქართულ ერს. ერთხელ კიდევ დაფიქსირდეს ის საშინელებანი, რაც ჩაიდინა სააკაშვილის ხელისუფლება, რა გენოციდი მოუწყო ქართველ ხალხს. კიდევ ერთხელ რომ დაფიქსირდეს, კიდევ ერთხელ რომ გავიაზროთ და აზრზე მოვიდეს ის ხალხიც, ვინც იქ 21-ში აპირებს წასვლას. მოვედი კიდევ ერთხელ გაგონდერი მქონდა, მაგრამ ნანახი არ მქონდეს. ახლა რომ ნახი გაუგრებული ვარ და ვერც ვლაპარაკ ბაძზე ვერ მოგვიდა. ამას ადამიანი ჩაიედენს და ვერ ეს ადამიანი კიდე ეძახის ხალხს, გამოდით და მხარიდან მიგდო. ისინი უნდა გასამართლო. როგორც ნიურნბერგის პროცესი იყო, ისე აქ უნდა ჩატარდეს საქართველოს პროცესი. და ამათ უნდა საკადრისი მიიღოს.